მოგესალმებით. რამდენიმე დღის წინ გიყვებოდით ფრანგული დაზვერვის ხმაურიან ანგარიშზე, რომელიც საფრანგეთში რადიკალური ისლამის საფრთხეების ზრდაზე მიუთითებს. ამ საფრთხეების შესახებ დიდი ხანია საუბრობენ ფრანგული მემარჯვენე პარტიები, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებები მუდმივად უარყოფდნენ მსგავსი პრობლემის არსებობას და კონსერვატიულ ძალებს ისლამოფობიაში ადანაშაულებდნენ. თუმცა საფრანგეთის მმართველი ელიტების ეს პოზიცია გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან ისინი სრულად არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის გავლენებით მოქმედებენ და შესაბამისად აკეთებენ და ამბობენ იმას, რასაც დაუკვეთავენ. ევროპა და ევროპის ქვეყნები უკვე დიდი ხანია დგანან ისლამიზაციისა და არალეგალური მიგრაციის შედეგად გამოწვეული მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესის პირისპირ. Deep State-ის იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის მიზანი ზუსტად ეს არის. ევროპისგან ყოფილი ევროპა უნდა დარჩეს. მისი ფუნდამენტი, როგორიცაა ქრისტიანობა და მონოეთნიკური კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უნდა გაქრეს. ანუ უნდა გაქრეს ის, რაც ქმნიდა კლასიკურ ევროპულ იდენტობას, რომელიც ევროპული ქვეყნებისა და მთლიანობაში ევროკავშირის განვითარების საფუძველი იყო. ევროპულ იდენტობასთან ბრძოლისთვის აუცილებელია ისეთი ბერკეტი, რომელიც მის მიმართ ფუნდამენტურად საწინააღმდეგო იქნება. ასეთი არის არალეგალური მიგრაცია, მოსახლეობის ჩანაცვლება არაბული და აფრიკული ქვეყნებიდან და შედეგად ევროპული ქვეყნების ისლამიზაცია. საფრანგეთში ქალაქ ნიცაში მიმდინარე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობისას ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა. მან კლიმატის ცვლილების საკითხი პირველ ადგილზე დააყენა. სამაგიეროდ დაგმო ის ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებიც არალეგალური მიგრაციის შედეგებზე საუბრობდნენ. როგორც მაკრონმა თქვა, იმის მტკიცება, რომ არალეგალმა მიგრანტებმა წალეკეს საფრანგეთი მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვაა. თურმე მწვანე პოლიტიკასა და კლიმატის ცვლილებაზე საუბარი და ამ ორის პირველ ადგილზე დაყენება ყოფილა პირველხარისხოვანი. მაკრონი Deep State-ის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი ძირითადი სპიკერია. ის იტყვის იმას, რასაც დაუკვეთავენ და როგორც დაუკვეთავენ. საქმე ის არის, რომ არალეგალური მიგრაციით გამოწვეული მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესი ნამდვილად საფრთხის შემცველია. ბოლოს და ბოლოს საფრანგეთის მოსახლეობიდან თითქმის ყოველი მეათე მუსლიმია. ანუ საფრანგეთის მოსახლეობის 10-დან 13%-მდე არის მუსლიმი. შესაბამისად, ნოყიერი ნიადაგი იქმნება მათი რადიკალიზებისთვის სხვადასხვა ექსტრემისტული ისლამური ჯგუფების მხრიდან. მაგრამ აქ მხოლოდ ევროპაზე არ არის საუბარი. იგივე რადიკალური ისლამური ჯგუფები და რელიგიური ორგანიზაციები არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის ხელში არის ბერკეტი იმისთვის, რომ არაბულ და აფრიკულ ქვეყნებში მუდმივი არეულობა და სამოქალაქო ომის მდგომარეობა იყოს. თუ კი შევხედავთ ახლო წარსულს, ეგრეთ წოდებული დემოკრატიის გავრცელებისა და ჰუმანიტარული ინტერვენციების შედეგი, არა ეს ლამაზი სიტყვები, არამედ სამიზნეში ამოღებულ ქვეყნებში მუდმივი სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების მემკვიდრეობაა. ასე მოხდა ეგვიპტეში, ლიბიაში, ასე მოხდა ერაყში, ასე არის სირიაში. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ Deep State, ანუ გლობალური ომის პარტია 2000-იანი წლების დასაწყისიდან ორგანიზებას უწევს და აფინანსებს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში ეგრეთ წოდებულ ფერად რევოლუციებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, რომლის მიზანიც ამ ქვეყნებში სახელმწიფოებრივი მოწყობის მოშლა და მართვადი ქაოსის შექმნაა. შედეგად კი შემდგომში საუკეთესო ნიადაგი იქმნება სხვადასხვა რადიკალური და ექსტრემისტული ჯგუფების აღმოცენებისთვის. ეს ჯგუფები არამხოლოდ იმ ქვეყნებს უქმნიან საფრთხეს, რომელშიც აღმოცენდნენ, არამედ უზრუნველყოფენ მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას, სადაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ Deep State, ანუ გლობალური ომის პარტია მარტივად განახორციელებს საკუთარ მიზნებს. იქნება ეს ომების პროვოცირება, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გატარება, მათ შორის მდიდარი წიაღისეულის დაუფლება თუ უკონტროლო მიგრაციით სხვა ქვეყნებისთვის ეგზისტენციალური საფრთხეების შექმნა. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ Deep State, ანუ გლობალური ომის პარტია, ერთი ხელით შლის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ისლამურ ქვეყნებში არსებულ სახელმწიფო მმართველობის სისტემებს. მეორე მხრივ ხელს უწყობს რადიკალურ ისლამურ ჯგუფებს და აფინანსებს მათ. ისინი კი ქვეყნებს და მთლიანად რეგიონს კიდევ უფრო დიდ ქაოსში სწირავენ.
შემდგომ ამავე ქვეყნებში ომითა და ქაოსით დაღლილ ღარიბ მოსახლეობას იყენებენ უკონტროლო მიგრაციისთვის, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის მარიონეტები, როგორიცაა ჯორჯ სოროსი, საკუთარი ფონდების მეშვეობით ევროპისკენ ეზიდება, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში ფორმებით. საკუთარ ქვეყნებში ქაოსსა და სიღარიბეს გამოქცეული უამრავი მიგრანტი გზაში იღუპება. შედეგად ევროპა იღებს არალეგალურ მიგრაციას, მოსახლეობის ჩანაცვლებას და მეორე მხრივ უკონტროლო მიგრაციასთან ერთად რადიკალურ ისლამს. ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მართვადი ქაოსის შექმნისა და რადიკალური ისლამის ინსტრუმენტალიზების შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. ბევრ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ Deep State, ანუ გლობალური ომის პარტია, მხოლოდ დასავლეთში და დასავლეთის პროტექტორატში არსებულ ქვეყნებში მოქმედებს საკუთარი გავლენის აგენტურის მეშვეობით. მაგრამ ეს მცდარი დაშვებაა. ამ გლობალური ძალის საცეცები თითქმის ყველა კონტინენტზე მოქმედებს. ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში კი მათ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნები ისე შეარყიეს, რომ ამ რეგიონებში დიდი ხნით დათესეს ქაოსი და არეულობა. ერთ-ერთ წინა სიუჟეტში ჩვენს მაყურებელს საფრანგეთში ფუნდამენტალიზმის და რადიკალური ისლამის საფრთხეებზე მოუყევით. და ასევე იმაზე თუ რა წვლილი მიუძღვის ამაში არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, იგივე Deep State-ს, ანუ გლობალური ომის პარტიას. დღეს კი შევეცდებით ავხსნათ, რომ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიც, ისევე როგორც მათი მოსახლეობა, გლობალისტების მიერ წამოწყებულ სხვადასხვა მზაკრულ სპეცოპერაციებს ეწირება. იმის მიუხედავად, რომ აგერ უკვე 2025 წელია, ძველი იმპერიული პრინციპი, დაყავი და იბატონე კვლავაც ძალიან აქტუალურია. რაც უფრო ფრაგმენტირებული იქნება მთელი მსოფლიო, რაც უფრო ბევრი კონფლიქტი იქნება ჩვენს პლანეტაზე, რაც უფრო დანაწევრებული იქნება საზოგადოებები, მით უკეთესია მათთვის. მით მეტად დაიტვირთება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. მით უფრო ბევრი ფულის გათეთრება შეძლებენ. მით უფრო გაადვილდება მათთვის სხვა ქვეყნების სასარგებლო წიაღისეულის და ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება. და მით უფრო ადვილად განამწესებენ თავის გავლენის აგენტებს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე. იმიტომ რომ მიზანი არ არის ავღანეთის სრული დამორჩილება. მიზანი არის ავღანეთის გამოყენება ფულის გასათეთრებლად ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის საგადასახადო ბაზებიდან. ავღანეთს გავლით ფული უკან, ტრანსნაციონალური ელიტების ხელში ხვდება. ეს არის მიზანი. შესაბამისად მიზანია უსასრულო ომის ქონა და არაწარმატებული ომი. 2011 წლიდან ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი ფერადი რევოლუციების მთელი ტალღა დაატყდა თავს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის მიერ იყო ორკესტრირებული და თავიდან ამ ქვეყნების ეგრეთ წოდებულ დემოკრატიზაციის და უკეთესი მომავლის საბურველის ქვეშ იყო შეფუთული. ყველაფერი ტუნისით დაიწყო, სადაც 2010 წლის დეკემბერში პირველი სახელმწიფო გადატრიალების პროცესი ჩაეშვა მოქმედებაში. ფერადი რევოლუციების არქიტექტორებმა ტუნისში მასების მობილიზება მოახერხეს და პრეზიდენტ ზინ ელ აბიდინ ბენ ალის მთავრობა დაამხეს. ტუნისში დაწყებული არაბული გაზაფხული დომინოს პრინციპით სხვა ქვეყნებში გავრცელდა და თითქმის რეგიონის ყველა ქვეყანა მოიცვა: ეგვიპტე, ლიბია, იემენი, ბაჰრეინი, სირია. ტუნისის შემდეგ ჯერი ეგვიპტეზე მიდგა, სადაც ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ჰოსნი მუბარაკი მართავდა ქვეყანას. ეგვიპტელებიც დააჯერეს, რომ უკეთესი მომავლისთვის მუბარაკის რეჟიმი უნდა დაემხოთ. საქმეში აგრესიული მომიტინგეები და მართული დასავლური მედია საშუალებები ჩაერთვნენ. 2011 წლის თებერვალში ჰოსნი მუბარაკი გადადგა. უკეთესი ცხოვრების ილუზიები ეგვიპტეში მალევე გაქრა. 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა მუსლიმთა საძმომ მოიგო. მათი წარმომადგენელი მოჰამედ მორსი ეგვიპტის პრეზიდენტი გახდა. ქვეყანაში ხანგრძლივი პოლიტიკური არასტაბილურობის და ეკონომიკური კრიზისის პერიოდი დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მუსლიმთა საძმოს როგორც რადიკალური ისლამის მიმდევარი ორგანიზაციის გაძლიერება და მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დასავლურ ქვეყნებში ექსპანსია, რაც აღწერილია ცოტა ხნის წინ ფრანგული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ეგვიპტეში ხელისუფლების დამხობის შემდეგ რამდენიმე დღეში იმ დროისთვის ახალ სოციალურ ქსელ Facebook-ში მუამარ კადაფის წინააღმდეგ დაიწყო საპროტესტო აქციების დაორგანიზება. მაშინდელი ლიბია ეკონომიკური მაჩვენებლებით, ადამიანური განვითარების ინდექსით, ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბით აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო. მალევე 200-მდე რადიკალი ლიბიურ ქალაქ ბენღაზიში გამოვიდა და არეულობებიც დაიწყო. კადაფი დიდად არ ღელავდა და ამის მიზეზიც გააჩნდა. წლების განმავლობაში მას ევროპელი ლიდერები დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ. კადაფი მაგალითად სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიას აფინანსებდა უხვად და ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დასავლელი ლიდერები ასე აშკარად წავიდოდნენ მის წინააღმდეგ.
მაგრამ საქმეში უკვე არაფორმალური მმართველობა, ანუ Deep State, იგივე გლობალური ომის პარტია იყო ჩართული. Small Al-Qaeda sleeper cell. ალ-ქაიდას მცირე ტერორისტულმა მძინარე უჯრედებმა თანდათანობით შემოაღწიეს საზღვარგარეთიდან. ზოგიერთი მათგანი უცხოეთში მცხოვრები ლიბიელია, მაგალითად ავღანეთში ან ერაყში. სხვები არ არიან ლიბიელები. რაც შეეხება ალ-ქაიდას, მას ეროვნება არ გააჩნია. მათ მუსლიმანური სამყარო ყველა მუსლიმის სახლად მიაჩნიათ. ზოგიერთი ელემენტი გუანტანამოს ციხეში იჯდა. ამერიკის სადაზვერვო სამსახურების სახელებით იცნობენ მათ და ისინი მოგვაწერენ ჩვენ, ლიბიის სპეცსამსახურებს. აქ არ ხდება მშვიდობიანი დემონსტრაციები. ლიბიაში გამართული ყველა ასეთი დემონსტრაცია პრორევოლუციური ხასიათისაა. მათ შეუძლიათ დააკვირდნენ ამ დემონსტრაციებს და დასკვნები გამოიტანონ. თუმცა მათ ღია ეთერში ტრანსლაციებზე მიზანმიმართული უარი თქვეს, რადგან მათ სურთ დაეპატრონონ ლიბიის ნავთობს, მიწას და კვლავ მოახდინონ ამ ქვეყნის ოკუპაცია. ეს არის შეუძლებელი. ლიბიის დასაცავად ბოლო მამაკაცამდე და ქალამდე ვიბრძოლებთ. კადაფის სოციალური სახელმწიფო ჰქონდა, სადაც მოსახლეობის კეთილდღეობა საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. შესაბამისად, მის წინააღმდეგ ხალხის გამოყვანა იქ ასე მარტივი არ იყო. ამიტომაც მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ოპოზიცია კბილებამდე შეაიარაღეს და ლიბიაში ომი გაჩაღდა. როგორც აღმოჩნდა, ესეც არ იყო საკმარისი და საქმეში ნატო ჩაერთო. 2011 წელს ნატოს წევრებმა ლიბიაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელეს. ნატოს ავიაციამ ლიბია მიწასთან გაასწორა. მუამარ კადაფი ისე მოკლეს, რომ სასამართლოც არ აღირსეს. ლიბიის სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ფრანგ ფილოსოფოსად წოდებული ბერნარ ანრი ლევი, რომლის სახელსაც უკავშირდება ეგრეთ წოდებული დემოკრატიის და თავისუფლების ექსპორტის მცდელობის თითქმის ყველა შემთხვევა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. ის სახელმწიფო გადატრიალებების ვეტერანი და არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის სტაჟიანი მარიონეტია. 2011 წელს მან გამოსცა წიგნი „ომის სიყვარულის გარეშე“, რომელშიც აღწერს, როგორ მოხდა ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება და აღიარებს, რომ საომარი მოქმედებების წყალობით დაახლოებით 100 მილიონამდე დოლარი იშოვა. მათ შორის ოპოზიციის იარაღით მომარაგების წყალობით, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით განხორციელდა. 2012 წელს მანვე მიიყვანა ელისეის სასახლეში ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც შემდეგ კადაფი მოკლეს და ძალაუფლება აიღეს ხელში. არაბული გაზაფხულის შემდეგ ლიბიაშიც სამოქალაქო ომი დაიწყო. სხვადასხვა დაჯგუფებების ბრძოლა და ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება. როგორც გაერო იუწყებოდა რამდენიმე წლიანმა სამოქალაქო ომმა ლიბიას უთვალავი ზიანი მიაყენა. 2017 წლიდან ლიბიაში მონობა დაბრუნდა. ადამიანებით ვაჭრობა გავრცელებულ პრაქტიკად იქცა. ადამიანების ფასი $800-მდე მერყეობს. ამაზე არც მეტი არც ნაკლები CNN-ის გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი. არაბული გაზაფხულის სავალალო შედეგებზე საუბარი ლიბიის მაგალითით ნამდვილად ძნელია. იქ დატრიალებული განუკითხაობის და უკანონობის ზრდის გათვალისწინებით. უამრავ ადამიანს სახლკარი გაუნადგურდა და ევროპისკენ ლტოლვილების მთელი ნაკადი დაიძრა. არადა მუამარ კადაფი დასავლეთს აფრთხილებდა, რომ ლიბიაში და სირიაში ომების პროვოცირების შემთხვევაში ევროპას მიგრაციული კრიზისი შეექმნებოდა. თუმცა, ის რაზეც კადაფი დასავლეთს აფრთხილებდა, სინამდვილეში სწორედ ის იყო არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის მიზანიც. ბოლო და ყველაზე ხანგრძლივი იერიში სირიაზე და მის ლიდერზე ბაშარ ასადზე მიიტანეს. მაგრამ მასაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღმოაჩნდა. არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, ანუ Deep State-მა, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ სირიული ოპოზიციაც, ისევე როგორც ლიბიაში კბილებამდე შეაიარაღა. ქვეყანაში რამდენიმე სხვადასხვა მსხვილი სამხედრო დაჯგუფება შეიქმნა და წამზომით ჩაირთო. სირიაც ომის მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც კიდევ ბევრი წელი გაგრძელდა. ქვეყნების ნგრევის, მოსახლეობის დაღუპვის და ყველანაირი შესაძლო კრიზისის გარდა არაბული გაზაფხულის დახმარებით ასპარეზზე გამოდის ისლამური სახელმწიფო, რამაც არამხოლოდ რეგიონის ქვეყნებზე, არამედ მთელ მსოფლიოზე წარუშლელი კვალი დატოვა. ეს ის ისლამური სახელმწიფოა, რომელიც ქვეყნების უმრავლესობას კლასიფიცირებული ჰყავს როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. ISIS-ი სწორედ არაბული გაზაფხულის შემდეგ გახდა სერიოზული ძალა. სირია კი გახდა ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ისლამურმა სახელმწიფომ ფეხი მოიკიდა. ისლამური სახელმწიფოს ხალიფატი არაფორმალურად სწორედ სირიის და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედებდა. ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება კი ნატოს ერაყში შეჭრის შემდეგ დაიწყო. ალბათ ყველას გვახსოვს კოლინ პაუელი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც გაეროს ტრიბუნიდან
მთელი მსოფლიო მოატყუა, რომ თურმე ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი იყო. ამიტომაც საჭირო იყო ერაყის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყება. როგორც შემდგომ გაირკვა, არანაირი მასობრივი განადგურების იარაღი იქ არ ყოფილა. ერაყზე იერიშმა კი რეგიონისთვის ჩამრთველი მექანიზმის ფუნქცია შეასრულა. სწორედ მაშინ დაიწყო ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. Well, there are a lot of people that think ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ იქ მასობრივი განადგურების იარაღი იყო, თუმცა საბოლოოდ მსგავსი არაფერი აღმოჩნდა. ბუშის გადაწყვეტილებაზე ასე ვიტყვი. ერაყში შესვლა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო, რაც კი ამ ქვეყნის პრეზიდენტებს მიუღიათ ისტორიაში. ფაქტები კი ასეთია. ერაყში საბრძოლველად ჩვენ დავხარჯეთ 2 ტრილიონი დოლარი. შეეწირა ათასობით სიცოცხლე და ყველაზე მეტი დაჭრილი ყავდა. და რა მივიღეთ? არაფერი. ახლა იქ დარეკვაც კი შეუძლებელია. ვერ ვიტყვი მოიტყუა თუ არა ბუშმა, მაგრამ ის შევიდა ერაყში და ეს იყო საშინელი გადაწყვეტილება. ISIS-ის ლიდერები ამერიკელებს ერაყში არსებულ საპატიმროში ჰყავდათ, მაგრამ ისინი გაათავისუფლეს. რათა იმავე დაყავი და იბატონეს პრინციპით, სუნიტი რადიკალები შიიტური ირანისთვის დაეპირისპირებინათ. შესაბამისად, მსოფლიომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია მიიღო. I call President Obama and ბარაკ ობამას და ჰილარი კლინტონს ისლამური სახელმწიფოს დამაარსებლებს ვეძახი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც აცხადებდა, რომ მას გააჩნია მტკიცებულებები თუ როგორ ეხმარებოდა ამერიკული კოალიცია ისლამურ სახელმწიფოს. რაც არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, ანუ Deep State-მა, ანუ გლობალური ომის პარტიამ ახლო აღმოსავლეთს და ჩრდილოეთ აფრიკას დამართა, პოლიტოლოგიაში ამ ყველაფერს შესაბამისი სახელი აქვს. მართვადი ქაოსის თეორია. ხანდახან მას სხვანაირად კონტროლირებადი არასტაბილურობის თეორიასაც უწოდებენ. ეს პოლიტიკური მოქმედების ისეთი თეორიული მოდელია, რომელიც იმ მთავარ იდეას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც მსოფლიო ერთგვარი ქაოსის ერთობლიობაა. ლიდერები და პოლიტექნოლოგები, ვინც პოლიტიკური არეულობის ლოგიკას ხვდებიან, ამ ქაოსს საკუთარი ინტერესების შესაბამისად მართავენ. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის ამოცანა საკუთარი დომინაციის გაძლიერებაა, რაც მართვადი ქაოსის მასობრივი პრაქტიკული გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ამ მექანიზმის თეორიული საფუძვლების შემუშავება ამერიკული ცენტრების მიერ ხდებოდა, როგორც Rand Corporation და Freedom House-ია. პრაქტიკაში კი ეს ყველაფერი ისეთი ორგანიზაციების მოქმედებაში გამოიხატა, როგორიცაა ალ-ქაიდა, ისლამური სახელმწიფო და მემარჯვენე სექტორი. ეს ტერორისტული ორგანიზაციები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მოქმედებდნენ, თუმცა მსგავსი პრინციპით ოპერირებდნენ. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთით მოქმედმა ამერიკულმა ორგანიზაციებმა მართვადი ქაოსის რამდენიმე ძირითადი პრინციპი შეიმუშავეს. ოპოზიციური ძალების კომპლექსური გაერთიანება სამიზნეში ამოღებული ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ. საკუთარი გავლენის აგენტების ინფილტრაცია ძალოვან უწყებებში და სახელმწიფო აპარატში. მასის მართვის ემოციური და თეატრალიზებული ელემენტები. იემენი კიდევ ერთი მაგალითია იმ შემზარავი კვალისა, რაც არაბულმა გაზაფხულმა მოუტანა რეგიონს. იემენში იქამდეც არ იყო სიტუაცია იდეალურად, მაგრამ ავად თუ კარგად ბოლო 33 წლის განმავლობაში ქვეყანაში სტაბილურობა იყო. თუმცა გლობალურმა ძალებმა მოსახლეობის რევოლუციურად დამუხტვა იქაც შეძლეს. სალეჰის მთავრობა დაემხო და ქვეყანა დაუსრულებელ სამოქალაქო ომში და სისხლიან დაპირისპირებაში ჩაება. სხვადასხვა შეიარაღებულმა ძალებმა ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს. 2014-2024 წლებში ამ დაპირისპირებამ 350,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 100,000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 4,5 მილიონი ადამიანი ლტოლვილი გახდა და ქვეყნის მოსახლეობა წარმოუდგენელ მდგომარეობაში ჩავარდა. ასეთი მძიმე არაბული გაზაფხულის მემკვიდრეობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ნგრევა, ხანგრძლივი ომები, შიმშილი, ეკონომიკური კოლაფსი, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა ჯიჰადისტები და რელიგიური ფუნდამენტალისტები გამოვიდნენ პირველ პლანზე. შედეგად კი ეს ქვეყნები დიდი ხნით ჩაიძირნენ ქაოსში, რითაც არამხოლოდ რეგიონის სტაბილურობა მოირყა, არამედ ამ ქვეყნებში დაწყებული პროცესების საუკეთესო ინსტრუმენტი აღმოჩნდა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ისთვის, ანუ გლობალური ომის პარტიისთვის, რათა საკუთარ ქვეყნებში ომისა და შიმშილისგან გაქცევის მსურველებისგან მოეხდინა მიგრაციული ნაკადების ორგანიზება ევროპისკენ, რითაც უკვე ევროპას შეუქმნიდა უკონტროლო მიგრაციის პრობლემას. ასეც მოხდა 2011 წლიდან ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მილიონობით მიგრანტი მიაწყდა ევროპას, რამაც ამ ქვეყნებში მოსახლეობის სწრაფი ჩანაცვლების პრობლემასთან ერთად უსაფრთხოებისა და სოციალური აფეთქების რისკები შექმნა. როგორც ხედავთ, მართვადი ქაოსის შექმნა არის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის,
ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის მართვის მეთოდი და ეს მეთოდი გამოიყენება არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ამ გლობალური ძალის ინტერესია. ხოლო ინსტრუმენტებად გამოყენებულია ომების პროვოცირება, ეკონომიკური კოლაფსი, მიგრაციული პროცესები, რადიკალური ისლამის გავრცელება, მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესი, იდენტობასთან ბრძოლა და ყველაფერი ტრადიციული სამიზნეში ამოღება. მე იოანე შაიშმილაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.